ვერ განავითარებს, ამიტომ მასე ლოცვა იქნება ძნელი და შეუძლებელი. ათეისტები ამბობენ, რომ ყველა წარმართულ რელიგიაში იყო გარდაცვლილი და შემდეგ პეტრით აღმდგარი ღმერთი და მას ჰყავდა 12 მოციქული. მაგალითად, მოყავთ ეგვიპტური მითოლოგია, დროიდი ქურუმების ღმერთი 25 დეკემბერს კი და ბუდა 25 დეკემბერს დაიბადა ქალწულისაგან იშვა და ხმამაღლა ვამბობ, ყველა ეს ინფორმაცია არის აბსოლუტურად სწორი, ოღონდ იმ ნიუანსით, რომ ეს ტექსტები იგივე ბუდას ცხოვრებასთან დაკავშირებული. სადაც ეს წიგნები წერია, ყველა ეს ტექსტები არის დათარიღებული ქრისტეს შემდგომ პერიოდში. ბუდა ქრისტემდე არსებობდა თავისთავად ცხადია. მაგრამ ის ტექსტები, სადაც მის აი ამ 25 დეკემბერზე და ქალწულისაგან შობაზე და თუ ნაწინასწარმეტყველებაზე და ასე არის ლაპარაკი, არის გვიანდელი, უბრალოდ ახალი, აქეთ. ქრისტეს აქეთ. ამას არ ამბობენ და რადგან ბუდას ცხოვრებას ეხება და რადგან მსგავსი რაღაც ისტორიებია, ხედავ, საქმეც რაშია, იცით? ესე იგი, ქრისტიანობას ბეცას გეტყვით, აი ასტროლოგიაში, სადაც აი ეს ვარსკვლავით, იქაც კი ქრისტეშობის ელემენტებია და ბაგა და ანუ ის რაც მოხდა, იმდენად ლამაზი და დიადი და მშვენიერი, რომ ყველა მაიტაცა. და ამიტომ ყველა რელიგიებში ეს გაბნეული. დათარიღება ნახე. აქ, ყველანი აქეთ. წაგანა ფრის ინდური ტრიმურტი. ეს არის აქეთ. ნეოპლატონური იდეები. ქრისტიანობას რო აბრალებდა, რომ ნეოპლატონიზმიდან ნეოპლატონური იდეები იყოს ქრისტიანობის შემდგომში. აქეთ. პლოტინი არსებობდა, როდის იყო? მესამე საუკუნეში ვარცხნილი. ტელევიზორში იყო